Шикарный крыс. Надо только хорошая красная. Это не красная. Хорошо красная надо. Покажи. Смотри. О. Возьми. Вот тут смотри какие. О, Александрушка, на, иди давай. Дай. Вот, ну давай сама. Вот так. Ой, комар укусил. Я видела. Смотри. На. Моди. На. Сейчас, подожди, я увидела много клубники. Ой, упала. Ну зато тут еще. Большая. Ух ты. Смотри. Ой, комары такие летают. Давай. Да. На. Сейчас. Раз. И два. Надо прикончить этого комара. О, и выбила. Где-то еще был. Белые не надо, хорошо? Они еще не выросли, что ли? Нет, пускай они еще А, вот. Что там? Ну, блин, вот. Вот. Ну, молодец. Давай дальше. Стой, какой дальше? Это розовое, видишь? А, где бросила? Доставай. Зачем? Ты же уже порвала. Нет, она уже лежала тогда.
Давай, хорошо, давай дальше идем. Опа. Это мы не заметили. Это совсем малюпасенькая. Ничего, это будет. Пойдем дальше. Осторожно. Смотри, ты на перце стоишь. Что это? Вот перчики. Пойдем дальше. Наша. Раз. И два. Арсемий, яму куда Мама, она уже лежала. Лежала. Она еще... Ты только очень-очень красная. Мам, ты тоже мне помогай. М? Ты тоже мне помогай. Давай, давай, ищи. Только хорошо красная, которая. Ой. О, хорошо. Ой, я тоже нашла. Вот. На. Вот там еще есть. Нет, она не хорошо красная. Пускай она побудет пока. Она наполовину красная. Ой, вот здесь. Да, я поеду. Ну давай. Иди. Ну, как я сейчас? Нет? Просто руками. Давай я тебе возьму это. Это положи в корзину. Ну, тут пчелы все. Ну, что сделать? На. Опа. Ой, так. О, увидела. Давай с той стороны. Ну-ка, ну-ка. А? Далеко? Осторожно. Хорошо, давай обходи вот так, смотри. Ну, давай. Это не клубника, это что-то другое. Это малина. Земляника. Цეთი იყო რომ ჩამოვედი ჩვენი პიონები და ნახეთ ახლა როგორ გაიშალა ესე აკრეს, იმიტომ რომ წვიმა იყო და სულ ძირსი იწვა, რასაც ქვია. ნახეთ როგორი ლამაზია. გიჟდები პიონებზე. ჩემი საყვარელი ყვავილებია. მამაჩემს ეზოში აქვს, მე მგონი 3 თუ 4 ძირი, 2 აქ აქვს, 2 იქით აქ. მეხუთეც აგერ ყოფილა. აქ არის ესეთი ფერი, ცოტა ადრე უნდა გადამეღო ესე კარგად და დეტალურად, მაგრამ ეიფორიებში ვიყავით და აქ არის აი ესეთი ფერი, ესეც ულამაზესია, ესეც წვიმის შემდეგ ესე კარგად გაწვა, თორე ისე ძალიან ლამაზად იყო. უსწორად ვიცი, ეს არის ჰორტენზიები. აი ესეთი, შეიძლება ვწდები, მეგობრებო, არ ვიცი ზუსტად. ეხლა იწყებს კარგად აყვავილებას, ანუ ნახეთ, ესეთი პატარა იყო და ესე იწყებს უკვე. კი, მგონი ეგ არის თეთრი ჰორტენზიები იქნება სავარაუდოდ. აი ესენი. აქეთ მოდის აი ესეთი ულამაზესი ბაღი. აი ესეთი რაღაცა პატარ-პატარა ყვავილებიც არის. ძალიან მომწონს ნაძვები ესე შუა ეზოში. ნახეთ როგორი ლამაზია. ლილიები, აქაც არის ლილია და იქითაც არის კარებთან გაჩვენებთ ახლა. ესეთი ძალიან ლამაზი. აი როგორი ქარია. აი ესეთი გვირილები, რომელიც ასევე წვიმის შემდეგ უკვე ესე გემრიელად გაწვა, მზია მოვიდა რა ლამაზია. ალექსანდრას აქ გვირილებზე თურმე ძალიან დიდი ალერგია. ოღონდ გვირილის ჩაის ჩვეულებრივად სოლს, მაგრამ ეს რო ეხლა ალბათ ძალიან ახალია. არ ვიცი, მოკლედ ვერ გეტყვით, არ ვიცი. ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ ითამაშა და შემდეგ უკვე აი ამ გულებს დაუწყო წიწკნა და როგორც კი დაუწყო, ეგრევე დაეწყო ცემინება, ყურების ქავილი, ენის ქავილი და მე უკვე რა თქმა უნდა ჩვენც გავაბით ყველანი. უი, აქ არის პიტნა. უი, აქ ნახეთ კიდევ ესეთი რაღაცები დგას. ეს პიტნა ნეტა თუ არა? მე ჭინჭარი არ იყოს, არ დავიღუპო. პიტნა, რა მაგარია. გიზდები პიტნაზე. მამაჩემს მომატაინო. ისა ხაჭო ან ნადუღი არ ვიცი თუ იქნება. და გავაკეთო გიზდები პიტნაზე. აი ესეც ძალიან ლამაზი ყვავილი, არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ძალიან
ლამაზია. რომლები მამ ესენი? ესენი ხო, ეს ამებს ვაჩვენებ. ყველაზე მეტად ახლა გაჩვენებთ ჩემს საყვარელ ცისფერ ვარდებს მეთქი. ნაძვებს. ნაძვებზე გიჟდები ეზოში. მოიცადეთ ჯერ ლილიები მინდა გაჩვენოთ, აქ ყველგან ეს რაღაცები, სხვათა შორის ეზოში დადის როგორ ქვია ზღარბი. ბუმზადებ ხოლმე საჭმელს, ღამით მოდის, ყველაფერს შესანსლავს, წავა ხოლმე. ლილია მინდა გაჩვენოთ. ესეთი. და აქეთ არის კიდევ რაღაცა ესეთი ძალიან ლამაზია ერთად ეს ყვავილები. ის როგორი უცნაური ყვავილია, ეჩლალის. ნახეთ როგორია საყვარელი. მე როგორ აქეთ ესეთი ყვავილები. წამოდით ახლა გაჩვენებთ ჩემს საყვარელ ცისფერ ნაძვებს. ესენიც უკვე всё. ნახეთ, ესენიც იშლება ესე წევს. რო ჩამოვედი, მაშინ უნდა გადამეღო ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო და ლამაზად აყვავილებული და მე რომ მივდივარ, მაშინ გაჩვენებთ ყველაფერს. აი, ჩემი საყვარელი ცისფერი ნაძვები. გიჟდები ისეთი ლამაზია, ისე ლამაზად დგას ორივე ერთად. პიონები ასევე უკვე დაიყარა ყველაფერი, ნახეთ. აი, ისე ლამაზად დგას ეს ნაძვები აქ. აი, აქ არის ფანჩატურს რო ეძახიან ქართულად. ბისედკა, ბუნგალო, რა იადასნაირად ეძახიან ხოლმე. აქეთ მამა ჩემს აქვს სხვადასხვა კენკრა. ამას არ ვიცი რა ქვია. ეს ვიცი რო არის რუსულად კრიჟოვნიკი. მაგრამ ჯერ საერთოდ არ არის წიფე, ძალიან სასარგებლოა. ძალიან სასარგებლოა. აი ეს. ჟოლოცა აქ იქით ეზოში. ახეთ ესია გადახლართული. ლიანად აესი აქ კუთხეებში ჩარგული. აქეთ კიდევ ნაძვები. ბიჭებმა დაასუფთავ ეს ეზო. გაკრიჭეს, თუმცა მე აი ესე გაკრიჭილი არ მომწონს. მე მერჩვენა ბალახები რო იყო. ძალიან კაი იყო. აქეთაც ესეთი პატარა ბაღით არის და ჩვენი სახლია ესეთი. შიგნით ახლა მიდის რემონტები. ჩვენ რა ჩამოვდიოდით, მამაჩემმა კი აშენა და ნელ-ნელა აკეთებდა. მაგრამ ჩვენ რა ჩავედით ახლა გაფიმზადეს ოთახები. აი ეს ოთახი არის ალექსანდრასი, აი ეს ოთახი არის ჩემი. ქვევით აქ არის შემოსასვლელი, სამზარეულო, იქით მხარეს უკვე ძალიან დიდი მისაღები ოთახი მიდის და მიდის აი ესეთი რემონტები. ღია გარაჟი, დახურული გარაჟი შიგნით. მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგი და ლამაზია, რა თქმა უნდა სჭირდება კიდევ და კიდევ დიდი შრომა. წარმოგიდგენიათ ახლა უბრალოდ აი ეს პატარა ბაღი რო ავიღოთ, რამხელა შრომაა ჩადებული ამაშიც და ამხელა სახლის აშენებას ხო შრომა და შრომა სჭირდება. ელემენტარული ხახვზე გამაგზავნეს და ამოსაღებად ისეთი რთული იყო, წარმომიდგენია მაგის მოვლას რამდენი სჭირდება. ლამაზი კიდევ რა გაჩვენოთ პრინციპში, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან ძალიან ლამაზია. ბოდ. წავიდეთ ახლა, დავლიოთ ყავა, ვისაუზმოთ. მოიცადეთ. აი ესე გავაკეთებ. ძალიან მომწონს, მოიცადეთ უკან დავიხევ. მომწონს ეს ბილიკი, ესე ლამაზად რო შედის, ძალიან. იქით არის მიწები კიდევ. ჩვენი არ არის, ჩვენი უკან არის კიდევ და ხელმარჯვნაც არის თავისუფალი მიწები. მამაჩემს ბიზნეს იდეას ვთავაზობ. მეც კი ანუ აქ ჩვენთან თუ ძალიან მოდებულია ხო ეს სამკუთხედი კოტეჯები მაგალითად ყაზბეგში როგორც არის. სუზდალი არის ძალიან ლამაზი ისტორიული ქალაქი, სადაც εν რაოდენობით ტურისტი, არა მარტო რუსი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდნენ. და მამაჩემს ვეუბნები, რომ
გააკეთე ეს შენ სახლის გვერდით გააკეთე ზაფხულობით მე ჩამოვა ხოლმე დაგეხმარებით ხო ხო და ესეთ იდეას ვთავაზობ და მამაჩემმა გავაკეთოთ და ნახოთ ხა დღეს და ხოლოს არ იქნება ძალიან ქარია შეიძლება ქარისხმაც გაწუხებთ დღეს და ხოლოს ხას არ იქნება მაგრამ სამოვალოდ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იდეაა დარგავდნენ ესეთ ნაძვებს და აქ ზამთარ ზაფხულ მართლა სილამაზეა ზაფხულში ყველაფერი გამწვანებულია და ესეთ ლამაზი კოტეჟები რაღაცა იმით რა ქვია ხმერთო როგორ ქვია ცეცხლს რო ანთებენ მოკლედ რაღაცა ქვია სხვანაირად კეთდება ხოლმე სპეციალური ზამთარში გინდა და თოვლი მოდის ულამაზესი იქნება და ნაძვზე თოვლი იცით როგორი ლამაზია და ვინც ჩამოდის აღარავის აღარ უნდა უკვე სასტუმროს ტიპის დასვენება ესე ქალაქიდან რო გადიან ურჩევნიათ რა მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში ურჩევნია რაღაცა ისეთი იყოს კოტეჯის მაგვარი ხმერთო როგორ ცივა არა კი ერთ ცივა ქარია შემაწუხებლად წავედით აქეთ არის რუსული აბანო მაგრამ ჯერ იქ მაშინ წინ სანამ აქ სამზარეულო დასრულდება იქ სამზარეულოსავით არის შიგნით მაცივარდი რაღაცები დგას და იქით არის გაჩვენებთ მე მაგასაც აქაც არის მარწყვის შორს რო არ წავიდეთ დილისთვის ცოტა მე რომ ეყოფა იმდენი მოვწყვითოთ მოვუკრიფოთ ნახე როგორი ლამაზია так მოვძებნოთ კიდევ იქნება შანსი არ არის ვახ სად არის ხო გეუბნებით მოსაკრეფადაც რთულია მოსავლელად წარმომიდგენია როგორ არის პატარები ჯერ გაიზარდან ჯერ გაიზარდე მერე შეგჭამ მაიცადეთ კაცო როგორ დავიჯეროთ აი იქით გადავიდეთ მაშინ თუ ასეა ო ეს ცოდვა აქ დავინახე ვა ნახეთ როგორი ლამაზუკა აუ სად გადავარდი ეგ იყოს ჯერ წავიდეთ ბარემ ბოსტანსაც გაჩვენებ ხო გაინტერესებთ ბოსტანი მოდით ეს გადავიდეთ ოპა ეს კარს მოუკლეჯია შინ გააკეთეს არ ვიცი აქ რა არის მაგრამ ჩემი მოვა და დაკავდება კარტოფილი ძალიან ბევრი წელი ზამთარი ყოფნისა წვანილები ხახვი ჩემი საყვარელი ხახვი ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარს მწვანე ხახვი ისე ჩვეულებრივი შემწვარი ხახვი და მოხარშული ხახვი არ მიყვარს მაგრამ მწვანე ხახვზე ვგიჟდები ვგიჟდუ პომიდორები ნაკიდო გუდი პატატა ნიორი აქეთ კომბოსტოები მეცას მარწყვის ჯიპი აი მაგული გამისკა და კარები მიჯახუნდა ეს აქ ჩავიყაროთ კიდე რომ მოვუკრიფოთ ეხლა მე ამას აქ ვერ ავხსნით ორი შასი არა ვაი მე აქ როგორი ლამაზია იცოდეთ ნახეთ რამდენია მერტო რა ქარია წაგვიღო ეს როგორი მარწყვია რაღაც ხვანაირი ეს აქამდე რატო არ მინახია მე არ მოვცულა აქამდე სულ აქ ვკრიფავ ხოლმე მოიცადეთ როგორ ვეძებ
ავი ხაი რატო ვეძებდი და კი არ მინდა, მაგრამ კაი არ გვინდა წამოდით. კიტრები ვნახოთ ალექსანდრასთვის. ალექსანდრას უყვარს კიტრი. იზრდება კიტრზე. ოპა. ეგ როგორ ცხელა. დაჭკდნენ. მოსარწყავია. აი ერთი ცალი ვიპოვეთ. მოუწყვიდოთ ალექსანდრუშკას. თუ თვითონ გამოუშვა. კაი, მოდი იყოს. თვითონ უხარია, აიღებს ხოლმე კალათას და დადის დიდი წარმოდგენით. აი აქეთ კიდევ არის დიდი, რომლის მოწყვეტაც შეიძლება უკვე. ისეთი. გავიგუდე. აქ ძალიან ცხელა. აქ ძირი პატარები ესენი იყოს. ყველაზე უკვე კაი იქნება. მე როგორი ქარია ღმერთო. წავედით. გავიკეთოთ ყავა და დავლიოთ ვაშლები. აი იქ სულ მიწებია. იქით არის ტყე. და ამაზე ადგილია უკვე ამის თქმა მინდა. ვაშლი. ყველაფერი აქვს რა ენახვილება. ხალია ეჯედი უგუდეთ. ძალიან მიხარია. უიაკ. ეს ბალია თუ ალბალია? ეს მგონი ალბალია. თუ რა არის ეს? მგონი ალბალი იქნება. მგონი ბალსოდა სხვანაირი ხია ქარა. დიდად კი არ ვიცი, მაგრამ я так думаю. წამოდით აქეთაც ნახოთ. აი შეიძლება ბალი იყოს. აქაც. მოკლედ რო ჩამოხვალ, ყველაფერი არის. ეს რა არის? ეს რაღაცა სხვანაირი არის, რაღაც ვერ ხვდები ეს რა შეიძლება იყოს. აი ესეთი. არ ვიცი. ой. წავედით სახლში. იქ რა ნახე რა არის ის გოგრანე და მე მგონი ეს გოგრა. წავედი იქაც ნახოთ. გუში მოცალეს ეს ყველაფერი კარგად გაასუფთავეთ ბიჭებმა. მომაჩემა და ჩემო მამიდაშუმა. ეს გოგრა იქნება. აქ ჟოლო. ახლა იწყებს. მოსვლას ნახეთ რა ზარია. ნახეთ. ყველაფერი აქვს. კაი ბიჭია. я უკვე მომწიფდა მე მგონი. ეს რა არის? ეს იცით რა არის? ღმერთო ქართულად როგორ ქვია? красная смородина და черная смородина რო ამბობენ. რო ეძახიან, აი ეგ არის. ესეც ძალიან სასარგებლოა. ჯანმრთელობისთვის. ნახეთ როგორი ლამაზია. მერტო მე მგონი დავბერთ ესეთ ცხოვრება მოწონს. Война от крыжовники рамхела, нахет. Амис мурaba ჩამომიტანა მამაჩემ საქართველოში შარშა. მე კრომხელებია. ჯერ შანსი არა ეს არქება ძალიან კარგია. ეს არის. აშლი ალბათ ესეც რაღაცნაირი. ხო? черная смородина იქნება. აი ესეთი. всё, წავედი.
აუ გიო რუსულ აბანოს გვიმზადებს ეხლა გიზგიზებს ყველაფერს გემრიელად ალექსანდრა გიჟდება. ყველაზე მეტად ამ სახლში რა მოგწონს რომ ეკითხები? ვაიმე. აბანო იძახის. მართლა ძალიან კაია. გაჩვენებთ არ მიჩვენებია თქვენთვის. შიგნით როგორ არის? ყველაფერი ხეში. მე დიდათ არ მიყვარს ვიგუდები იქ რო ვარ. საღოლ გიო. მაგარი ბიჭი ხარ. 24-ში მანგალსაც ავა გიზგიზებთ, წვადები, ბოსტნეული, გემრიელი იქნება. ბოსტნეული შენჭამ. ბოსტნელს მე შევჭამ. წვადები. თქვენ ჭამთ, მე ვსუქდები ამ ოჯახში. რასიზმი. გონი ყველა ოჯახში ეგრეა. ყველა ჭამს და მე ვსუქდები. მე გუშინ ფიჩხები იქ ვიპოვე. აი იქით. მაგითავანთეთ მე და მამიდა. ფეიცარიცით. მე ახედავები არ ვიცი. მასხარები ხარ. აი მე მაგის მეშინია. Tu გეშინია რუკა. არ გუთავანდი აბა. ეს არის ნავთია. აი მე დედა. იფშა? შიროგი გონა აფსტებოდა. წევიდა. ნელა კი მოფრინავს და მე მგონი ჩვენსკენ მოდის. ალექსანდრუშკამ ნახევრა მოფრინავსო. იქით სამზარეულოში ვიჯექით და თბილად და ალექსანდრამ დაინახა და რატომ მგონია ეხლა რომ ეს აი აქ უნდა დაჯდეს ჩვენს გვერდით. რატომღაც ესე მგონია. მე რომ მომკლას შანსი არ არის. მან დარჩაუჯდები. ისე მეშინია მსგავსი რაღაცაების. А почему ты смеешься? Ты просто молодец. В чем? Вай, не видно, не В чем? Ты молодец, что заметила. Иди бегом домой, холодно. Ни хрена не холодно. Слава. Ой, Иди давай. вы это не слышали? Иди давай бегом домой. Нет, нет, нет. Я танцую танцы. Хама. Мамიდა ჩემი ძახის პარნიკისკენ მელა იყოვო. მამი დუსკარები ხდება აქ. აი მე მეშინია. ჩვენი ბუშტი სად არის მოფრინავს? Там бушти дедика. Ай, холодно, Александра зайдет. Ха. ნახეთ როგორ ეშვება. ეს გაგიჟდა მე მგონი სად არის. აუ როგორ მინდა ჩვენთან დაშვებული იყო. ნახავდით მაინც აქვე. თქვენ აქ არ გეგონოთ რომ მე და ალექსანდრუშკა self-care ქვა ვიწყდება. У меня постоянно ვიჭყუმ 200 საწილაები ვარ. Что? ვიჭყუმ პალავეთ და
მოწესრიგდით ვენახებით ბაბუას დაბადების დღისთვის და აი ესეთი ლამაზები ვართ თბილისიდან წამოვიღეთ იღბები ესეთი ეს ჩემი ეს ალექსანდრუშკასი აი ესეთი თუმცა ალექსანდრა სასაკისთვის არ არის საჭირო საერთოდ მაგრამ ხანდახან ესე გულს გაუხარებ ხოლმე უნდა რამდენი ხანია იხარა და ბაბუსთან რო წავალო მაშინ იქ წავიღებო და გავიკეთებო და კარგი მეთქენ ვერც ვერაფერი ვერ ვუთხარი და мовახსნევინებ რა თქმა უნდა ისედაც Да, ты уже можешь снимать, уже время прошло. Давай. 2 минуты прошло. 5 минут по 5 минут. Тут даже больше прошло, чем 5. Давай, снимай. Снимай, и потом массажем надо вот так делать. Раз, два, три. Распаковка Александрушки. Все, давай, там не сюда. А, какая холодная. Давай. Давай, как я тебе сказала. Вот так, вот так. Какая ты красавица. И милая. Милая. Вот так, вот так, вот так, вот так. Лобик, чтобы морщин не было. Давай, иди сюда. Сейчас. Где ты купалась, расскажи. Секрет. Ладно, Ваня. Хорошо в бане? Да. Тебе нравится? Какое баня? Ванна. Баня это. Я там парилась. Еле-еле сидела. Ладно, ладно, аккуратно, кожу не испорть. Какую кожу? Свою кожу. Кстати, время тоже прошло, тебе тоже пора снимать. Сейчас тоже буду снимать. А можно я? Можно? Да. Обзор на маму. Все, давай положи. Она холодная тебе будет. Пускай, вот, пускай нам, давай, я себе на ножки сделаю. А мне тоже надо. Чтобы целлюлит убрать. Зачем тебе на ножки? О, посмотри, что это черное. Не знаю. Ой, мы, походу, перепутали масками. Обзор на мои ножки. Ладно, подождем. Дай тебе помажу. Вот так сделай. Не могу. Ну что, когда в Тбилиси? 28-го. А? 28-го. 28-го.